ყურადღების ცენტრში ლონდონია. კირ სტარმერი ევროპელ ლიდერებს მასპინძლობს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ იმუშავებს პარიზთან და კიევთან, რათა ვაშინგტონს სამშვიდობო გეგმა წარუდგინონ. ლიდერები თანხმდებიან, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გამონახოს საერთო ენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. შეხვედრის წინ გაკეთებულ განცხადებებს პირდაპირ ეთერში ჰოროსკოპის რედაქტორი თამარ ნუცუბიძე გაგვაცნობს. ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. თამარ, გისმენთ. მოგესალმებით, კი, ახლა მთელი ყურადღება მსოფლიოსი არის ლონდონზე მიპყრობილი, რადგანაც თავდაცვის საკითხებზე სწორედ საუბარი მიმდინარეობს ლონდონში, როგორც გავიგეთ, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კირ სტარმერის ვიდეო შეხვედრა ბალტიის ქვეყნებთან. ნაწილი ქვეყნების ჩასული არიან ლონდონში, ხოლო რაც შეეხება მაგალითად ბალტიის წევრი ქვეყნების ლიდერებს, მათ ასეთი ფორმატი ჰქონდათ ბრიტანეთის პრემიერთან საურთიერთოდ, რის შემდეგაც სულ ცოტა ხნის წინ გიტანას ნაუსედამ, ლიეტუვას პრეზიდენტმა თავის ოფიციალური X გვერდზე სწორედ ამაზე ისაუბრა, რომ ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი აზრების გაცვლა, გამოცვლა და რომ ბალტიის ქვეყნებმა წარადგინეს თავიანთი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს გრძელვადიანი მშვიდობა და ისიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამბობს, რომ არ უნდა იყოს ბრძარი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში. გიტანას ნაუსედას ხედვა ასეთია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან კვლავაც უნდა დასხდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა. ამაში აქტიური როლი უნდა ითამაშოს ევროპამ, ევროკავშირმა და ასევე, რა თქმა უნდა, ბალტიის ქვეყნები თვლიან, რომ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს აღმოსავლეთის ფრონტი, რადგანაც რუსეთს სწორედ ეს ქვეყნები ესაზღვრებიან და უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინის სიძლიერე და უკრაინის დახმარება ევროკავშირისთვის ახლა თავიანთი უსაფრთხოების დაცვაც არის. იცით ალბათ, რომ უკვე დახურულ კარს მიღმა ამ წუთებში საუბრობენ ჯორჯა მელონი და კირ სტარმერი. ასე იყო დაგეგმილი წინასწარვე, რომ თავიდან იქნებოდა ეს ვიდეო შეხვედრა ბალტიის ქვეყნებთან, შემდეგ ორმხრივი შეხვედრა სტარმერსა და ჯორჯა მელონის შორის და შემდეგ უკვე გაფართოებულ ფორმატში კირ სტარმერი იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომელსაც ასევე უერთდება კანადა, უერთდება თურქეთის საგარეო უწყების პირველი პირი და იქნებიან ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ნატოს გენდივანი მარკ რუტეც. ახლა შეგვიძლია პრინციპში მოვისმინოთ პირველი განცხადებები, რაც გაკეთდა მანამ აი ვიდრე დიდი ფორმატის შეხვედრა დაიწყებოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბრიტანეთი საფრანგეთთან და შესაძლოა კიდევ ერთ ან ორ სხვა ქვეყანასთან ერთად იმუშავებს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე და შემდეგ განვიხილავდით ამ გეგმას შეერთებულ შტატებთან. პარასკევს ღამით სატელეფონო საუბრებში გუშინდელი შეხვედრისა და კვლავ სატელეფონო საუბრის შედეგად გასულ ღამეს ვფიქრობ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯის სწორი მიმართულებით. არავის სურს იხილოს ის, რაც მოხდა პარასკევს საღამოს, მაგრამ ახლა ძალზედ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ფოკუსი მთავარზე, რაც არის მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. ცხადია, ტრამპს სურს გრძელვადიანი მშვიდობა და მე ამაში ვეთანხმები. მე ნამდვილად მომხრევარ იმისა, რომ მოხდეს შეთანხმება. უნდა მოხდეს საომარი მოქმედებების შეწყვეტა და შემდეგ ეს შეთანხმება დაცული უნდა იყოს, რადგან ყველა შესაძლო სცენარიდან ყველაზე ცუდი დროებითი პაუზა, რის შემდეგაც პუტინი ისევ დაბრუნდება. ჩვენ ყველა ერთგულები ვართ მიზნის, რომლის მიღწევაც გვინდა. ეს არის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ დასავლეთის დაყოფის რისკი. და ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდ ბრიტანეთს და იტალიას შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ ხიდების მშენებლობაში. როგორც ისიც მე მაქვს შეთავაზება შეერთებული შტატებისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, თუ კი ჩვენ დავიყოფით, უფრო სუსტები ვიქნებით. მოუთმენლად ველი, რომ დღეს მექნება შესაძლებლობა გესაუბროთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. ვფიქრობ, ჩვენ ამ საკითხებს ერთნაირი პოზიციით მივუდგებით. უკრაინა რუსეთის ომში, პოლონეთი უკრაინის მხარეზეა. ყოველგვარი მაგრამის გარეშე და ამას მოითხოვს არა მხოლოდ ადამიანური წესიერება, არამედ პოლონეთის ეროვნული ინტერესებიც. უკრაინის მხარეზე დგომისას ჩვენ პოლონელები ამავდროულად მტკიცედ ვდგავართ პოლონეთის, ევროპისა და მთელი დასავლეთის, შეერთებულ შტატებთან მაქსიმალურად მჭიდრო კავშირზე. ვითარება რთულია, მაგრამ ევროპამ კვლავ უნდა იმუშაოს შეერთებულ შტატებთან ყველაზე მჭიდრო ალიანსზე. მაშინაც კი თუ უკრაინა რუსეთის ომთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოზიცია
და ჩვენსავით ერთმნიშვნელოვანი არ არის. ევროპა, რომელსაც ესმის მისი გლობალური პოტენციალი, მისი როგორც სუპერსახელმწიფოს სტატუსი არ იქნება შეერთებული შტატების ალტერნატივა, არამედ ყველაზე სასურველი მოკავშირე. საბოლოო ჯამში ეს არის ის, რაც ტრამპს სურს, რომ ევროპამ აიღოს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა თავის უსაფრთხოებაზე. თამარ, ჩვენ არაერთგვაროვანი რეაქცია ვნახეთ და განსხვავებული აზრიც მოვისმინეთ, რომ ის რაც ოვალურ კაბინეტში ვიხილეთ, იყო ამერიკის მხრიდან წინასწარ დადგმული და ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეეძლო მეტი დიპლომატია გამოეჩინა. მინდა კითხო, ევროპული მედია როგორ ეხმაურება ვაშინგტონში მოხდარ სკანდალს და ვისაუბროთ ასევე 6 თებერვალს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე, რა გადაწყვეტილებები შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ ბრიუსელის მხრიდან. რა თქმა უნდა, 2 დღის განმავლობაში ევროპული მედიის ჰედლაინები და მთავარი თემა სწორედ არის ტრამპის ზელენსკის შეხვედრა და ის რაც მოხდა ოვალურ კაბინეტში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირისათვის სიტყვის თავისუფლება და მედია პლურალიზმი არის მთავარი ფასეულობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული და სხვადასხვა მოსაზრებებია მედიების დამოკიდებულია ყველაფერი იმაზე, რა მედია აშუქებს ამ მოვლენას, თუმცა მთლიანობაში შეგვიძლია ვისაუბროთ ტენდენციაზე, რომ ყველა დარჩა გაოცებული იმისგან, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ოვალურ სახლში, ასევე სხვათა შორის უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ წინა დღეს კირ სტარმერთან შეხვედრა, სადაც მსგავსად იმისა, თუ რაც ვნახეთ ჩვენ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩაეჭრა კირ სტარმერს და დონალდ ტრამპს და ისაუბრა იმაზე, რომ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლების პრობლემაა. კირ სტარმერმა პასუხი გასცა ჯეი დეივენს და ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ მაკრონის ვიზიტიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პრინციპში ისეთი დაძაბული საუბარი არ იყო, თუმცა თავად მაკრონმაც არაერთხელ შეუსწორა თქვათ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ჟურნალისტების წინ აჟღერებდა ამერიკული მხარე, თუმცა ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაინც ყველა თანხმდება იმაზე, რომ აი ეს ტრანსატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული კონტინენტისთვისაც და ახლა უფრო გადასული არის ყველა იმაზე, რომ მოინახოს ოპტიმალური გამოსავალის გზა და იქნეს გაგრძელებული ეს თანამშრომლობა და მუშაობა სამშვიდობო შეთანხმებაზე და სწორედ ამ კუთხით უკვე შეგვიძლია განვიხილოთ, რა მოლოდინები შეიძლება იყოს 6 მარტს ბრიუსელში. ბევრად არის დამოკიდებული, როგორ დამთავრდება დღევანდელი შეხვედრა ლონდონში, სადაც კონკრეტულად თავდაცვის საკითხებზე იქნებიან ორიენტირებული ქვეყნები. რაც შეეხება ბრიუსელს, საგანგებო სამიტი პირდაპირ უკრაინას უკავშირდება და რა თქმა უნდა დღის წესრიგს გარკვეულწილად შეცვლის სწორედ ოვალურ კაბინეტში მომხდარი ეს შელაპარაკება. მთავარი ახლა რაზეც არის საუბარი უკრაინის ფინანსურ დახმარებაზეა. არსებული ინფორმაციით მიმდინარე წელს დაახლოებით 60 მილიარდ ევროზეა საუბარი, რაც სჭირდება უკრაინას და ჩვენ ვიცით, რომ ეს ციფრი დაასახელა უკრაინის პირველმა დიპლომატმა გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დახურულ კარს მიღმა და ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირს აქვს იმის სურვილი, რომ 20-30 მილიარდ ევროზე იქნეს მიღწეული შეთანხმება სწორედ 6 მარტს. ასევე არავისთვის უცხო არ არის, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკვე დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები, რომ არც ამ შეთანხმებას დათანხმდებიან, თუ კი იქნა მიღწეული და მათ ასევე ორივე ფიცომაც და ორბანმაც გაასაჯაროვეს წერილები, სადაც ამბობენ, რომ ახლა უნდა სხვაგვარად წარიმართოს მოლაპარაკებები. ფიცო პირდაპირ ამბობს, რომ სლოვაკეთი წყვეტს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უკრაინის. ორბანმა საერთოდ თქვა, რომ რუსეთთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რომ შვიდობა იქნეს მიღწეული და გამოსავალი შესაძლოა ევროკავშირმა ასეთი იპოვოს, რომ შეიქმნას ერთგვარი ფონდი,
მოდი, სადაც თვითონ ქვეყნები სურვილის მიხედვით გამოყოფენ თანხებს იმისთვის, რომ შეგროვდეს აი ეს საერთო თანხა, რაზეც იყო ლაპარაკი. თუმცა დაველოდოთ, ნახოთ, მომზადებული არის დოკუმენტიც, დრაფტიც, ეგრეთ წოდებული, სადაც სწორედ აი ყველანაირ დახმარებაზეა საუბარი უკრაინასთან მიმართებით, რადგანაც კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის დახმარება დღეს აღქმულია ევროკავშირისთვის თავის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიად. მადლობა მომწურავი ინფორმაციისთვის. თამარ, ევროსკოპის რედაქტორი თამარ ნუცუბიძე გვერდებოდა ფორმულას პირდაპირ ეთერში.